მოგესალმებით, ვიფასო, მსვენელებო, მეგობრებო, ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ გიგეს შეხვედრას, 94 შეხვედრას 15 მაისისა. დეტალია მიესალმება ყველას, ვინც იმ მომენტში უსმენს, ვინც იმ მომენტში იქესწრება, ან შემდეგ მოусმენს. მინდა გითხრათ მათთვის, ვინც არ იცის, რომ გიგე ეს არის galaktikuri ზურმუხტის ხომალდი, ის ფიზიკურ დონეზე არ არსებობს, ის არსებობს წრილ დონეზე, ის დონებით ფიზიკურია, მაგრამ ის სხვანაირი ფიზიკური დონეა, სხვანაირი ფიზიკური მატერია არსებობს იქ. ჩვენთან რო არსებობს ისე არა და იქ მაღალ უფრო ჩვენზე მაღალ განზომილებაშია ეს მეხუთე განზომილებაში ეს ხომალდი და ვინც იქ ესენი ყველა იქ სახურობენ და გააჩნიათ თავისი თანამდებობები, სამხედრო თანამდებობები და ლეტალია თulis ახლა მე არ ჩამოვთვლი თანამდებობებს იქ სახურობენ პანდორა, ლეტალია, ასუნი, ოლგატანი და მეორე ოლგა და ასე შემდეგ და ახლა ლეტალია იწვის დაცვას, რომ დაიცვას ეფირი, რომ რამე არ ავიკიდოთ. მე ეს დაცვა ბევრჯერ გამემეორებია, თუ გინდა თქვენ გაიმეორეთ, თუ გინდათ არ გაიმეორეთ, მაგრამ თუ თანახმახარ შეგიძლიათ უბრალოდ დაამოწმოთ, ვეთანხმები. მე ვუგზავნებ ყველა ბნელ და ასტრალურ დაბალვიბრაციულ არსებებს მოახდინონ რამე ზემოქმედება ჩვენ წვრილ სხეულებზე, საერთოდ ჩვენ სხეულებზე ასე ამბობენ ისინი, მაგრამ მე ვამბობ ასე, ჩვენ სხეულებზე, წვრილ დონის სხეულებზე, ფიზიკურ სხეულზე, ჩვენ ბიოველზე. მე კიდევ ვუმატებ, რომ მე ვუგზავნებ მათ იმოქმედონ ჩემ ფიქრებზე, ჩვენ ასრთა ხატებზე და საერთოდ ჩვენ ცნობიერებასაც ასე იქნება, ასე იყო, ასე არის. ვამოწმებ მე ამას და მე ამას კიდევ ვეთანხმები. შეგიძლიათ უბრალოდ ვეთანხმები დაწერო. თქვათ, ეგ თქვენზეა დამოკიდებული, გინდათ უბრალოდ გაუშვით. არ მოусვინოთ, გაატარეთ. და ლეტალი ამბობს, რომ სანამ დავიწყებ ფოეფილს, სანამ გადავალო თემაზე, მე მინდა მოკლე საინფორმაციო ექსკურსია ჩავატარო დედამიწის განვითარების ისტორიასთან დაკავშირებითო. ხო, და ლეტალი ამბობს, ეს იყო ის დრო, როდესაც ჯერ გუმბათი არ იყო ჩვენ ზევით და ხეები იმდენად მაღალი იყო, რომ ტოტები ცაში ცდებოდა. ხო და ხარიც სხვა იყო, ატმოსფერული წნევა უფრო მაღალი იყო. ხო, ეს მაღალი წნევა აწლიდა საშუალებას გოლიათურ არსებებს, მაშინ გოლიათები არსებობდა. პატარა ადამიანი არ არსებობდა, გოლიათები არსებობდა და ეს მაღალი წნევა აძლევდა საშუალებას ამ გოლიათებს გადაადგილებოდნენ და სრულყოფილად ესუნთქათ. სისხლის მიმოქცევა ხდებოდა ყველანაირი სირთულების გარეშე ადვილად და სისხლი აწვდიდა ორგანის ენერგიას. მაშინ იყო ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია და ცხოველები წარმოადგენდნენ არახოლოდ უბრალოდ ცხოველებს, არამედ ცხოველები იყვნენ მაღალ განვითარებული არსებები. აი რუსულ ზღაპრებს რომ მოусმენთ, იქ ყველა ცხოველი საუბრობს. ყველა ცხოველი, მაგალითად ბაბა-იაგას ზღაპარი ავიღოთ. ყველა ცხოველი იმ დროს ეს იყო მიღებული. ცხოველებს შეეძლოთ საუბარი და რჩევებს აძლევდნენ თავის პატრონებს. ეს სანამ ჭამა დაიწყებოდა, ყველაფრის სანამ შეიძლებოდა და სანამ ცხოველების ჭამაზე გადავიდოდა ადამიანები და საერთოდ ცხოველებიც არ ჭამდნენ ერთმანეთს ადრე. მერე შემოვიდა, როდესაც დაირღვა ყველაფერი, როდესაც სამყარო გახდა აგრესიული. ჩვენ დღეს გვინერგავენ მონსტრულ ხატებას იმისთვის, რომ ჩვენ ცუდი წარმოდგენა გქონდენ წინა ბიოსფეროსთან დაკავშირებით. წინა ცხოველებთან დაკავშირებით. პარასიტებს არ სჭირდებოდათო გოლიათები, ახალ ასე ვთქვათ,
ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა და რომელმაც გაანადგურა ეს სისტემა, იგივე შეიძლება ჩაითვალოს ტარტარიაც, ისინი ძალიან ბევრ რესურსს მოიხმარდნენ და ისეთ ენერგიას უკეთებდნენ გენერირებას, რაც არ აწყობდათ პარასიტებს, დამპყრობლებს და დამპყრობლებმა, ოკუპანტებმა თავისი ექსპერიმენტის სულის მომენტში თანდათანობით მაგათმა შეცვალენ ჩვენი სამყარო. შეავსეს დედამიწა სულ სხვა ცხოველებით, რომლებიც წარმოადგენენ რასაკვირველი ღვთაებრივ არსებებს, მაგრამ სხვებს ეხმარებოდნენ ცხოვრებაში და განვითარებაში. მწერები, რომლებიც იკვინებიან, მაგალითად კოღოები, გაჩნდა მხეცები, რომლებიც ადრე არ იყო და როგორც გითხარით, იმ დროს არავინ არ ჭამდა, ერთი მეორეს არ ჭამდნენ ერთმანეთს რა. და მათი მიზანი, როდესაც ისინი ამ სისტემას გარდაქმნიდნენ, შედგებოდა იმაში, რომ ამ ცხოველების მეშვეობით ხდებოდა შიშის ენერგიის გენერირება, რაც მათ აწყობდათ. და უნდა გეარსება მათ მიერ ძალით ჩანერგილი საკვების ჯაჭვის მიღების ქვეშ, ანუ შენ უნდა განხტარიყავი ამ კვების ჯაჭვის რგოლი. და ბედი მასეთი ლეგენდარული არსებებისა, რომლებიც ადრე არსებობდნენ და ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ, როგორც გრიფონები, დამავიწყდა ქართულად კი ვნახე მაგის თარგმანი რომელიღაც ვიდეოში, ფას კუნჯი თუ კარგი, მოდით იყოს გრიფონი. ასეთი არსებებისა, როგორც ცხენები, ედინაროგ, ცხენია, მაგრამ რქა აქვს. ცხენია იგივე, მაგრამ რქა აქვს და მგონი ფრთებიც აქვს, თუ არ ვცდები. ფენიქსები, ეს ცხოველები, ეს ლეგენდარული ცხოველები, რომლებიც ითვლება მიფად, ისინი დარჩნენ მიფის ზონეზე, ზღაპრებში და ზღაპრების მეშვეობით ვიცით ჩვენ მათზე ყველაფერი. ამის შემდეგ მოიგონეს ისტორია, რომ ნოეს კიდობასთან დაკავშირებით, რომ კაცობრიობამ დაიწყო განვითარება ადამი და ევათი, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ნოეს ბიჭის შთამომავლობა, ხო? და როდესაც ვკითხულობდი, მე ბიბლიას ვკითხულობდი ადრე, 7 ჯერ მაქვს საკითხული, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, იმიტომ რომ კვტარ ასოებს კითხულობდი და სტროფებს შორის მე მაშინ წაკითხვა არ ვიცოდი. ეს ასე ვთქვათ მეტაფიზიკურად. და პირდაპირ გაგებით მესმოდა ყველაფერი და როდესაც ვკითხულობდი საერთოდ მაშინ კაინმა რომაბელი მოკვდა, სად წავიდა, თუ მარტო ადამი და ევა იყო, საიდან მოიყვანა ცოლი, ხო? ცოლი. სადღაც ჩავიდა, იქ ცოლი მოიყვანა, გააჩინა შვილები, კაინის შთამომავლობა დღესაც არსებობს. ამდაგვარი კითხვები. არავინ სვამდა ადრე კითხვებს. ამდაგვარ კითხვებს, იმიტომ რომ სულელად ჩაქთლიდნენ, გიჟად ჩაქთლიდნენ. ხო და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ნოეს დროს წარღვნა იყო პირველი წარღვნა, მაგრამ სინამდვილეში პირველი წარღვნა არ იყო. ნოეს წარღვნა იყო, მგონი მეორე თუ მესამე, მე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არა პირველი. ყველაზე დიდი წარღვნა იყო პირველი წარღვნა. ხო, მაგ დროს როცა მოხდა ეს წარღვნა, ეს კატასტროფა, მთელი ეკოსისტემას შველოდნენ. და რა როგორც წერია ბიბლიაში, რომ ორ-ორი წყული შეიყვანა ნოემ კიდობანში, მასე არ არის სინამდვილეში. ლეტალი ამბობს, რომ შველოდნენ მთელ ეკოსისტემას.
და ქალაქები თურმე მიწაში ჩადიოდა არა მხოლოდ იმის გამო რომ წყალდიდობა იყო, არა, მიწა რბილდებოდა, მიწა და ჩადიოდა ქვევით. და ამ მიწასთან ერთად ის ქალაქებიც ჩავიდა ქვევით მიწაში, რომლებიც ზედ იდგა. მე კი მეგონა რომ მხოლოდ წყალდიდობებმა დაფარა ქალაქები, არა და მოხდა საერთოდ მიწის ჩავარდნა თავის ქალაქებიანად და ეს ქალაქები ყველა ეს თავისი სისტემით წყალსადენი და ყველანაირი სისტემით არის ჩასული მიწაში. და ნამდვილი კიდობნები იყო სიმყარის კუნძულები და მთავარი როლი ამ სისტემაში მიჩენილია ვეშაპებზე. გაგიკვირდებათ ალბათ. მე დიდი ხანია მესმის რომ ვეშაპები და დელფინები არიან ცნობიერებით, გალარიან ცნობიერებით ადამიანზე უფრო მაღლა, მით უმეტეს ვეშაპები. ვეშაპს ადამიანზე 2 თუ 3 მეტი ტვინი აქვთ, მასა ტვინის. ოღონდ ისა ლაპარაკი არ შეუძლიათ. ხო, და როდესაც ვეშაპი თითქოს ღერის ჩვენ ეს სიმღერად ჩვენ ამ ვეშაპის სიმღერად აღვიქვამ თუ დელფინის და ვეშაპის სიმღერებს, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმღერა არა თურმე. ისინი გამოსცემენ ვიბრაციებს და ეს არის იმ ვიბრაციის ხმა. არა და რა ლამაზია. მოусმინეთ არის ინტერნეტში და ყველანაირი ხმაურები, ხმები და მოусმინეთ დელფინის და ვეშაპის სიმღერებს. და ეს ვეშაპები ხარს უჭერენ ჩვენი პლანეტის ვიბრაციას თავიანთი ვიბრაციებით. იმხელა მაღალ დონეზეა მათი ვიბრაციები ასული. საერთოდ დელფინები და ვეშაპები არიან კოსმოსური წარმომადგენლები. ოღონდ როდესაც მოხდა კატასტროფა, ის წარმომადგენლები, პირველადი წარმომადგენლები, რომლებიც მოვიდნენ დედამიწაზე, დელფინების და ვეშაპების სახით, სხვანაირები იყვნენ. იყვნენ რომელიღაც ვიდეოში ნათქვამი ასუნი ყვება გიგეს ვიდეოში გამჭვირვალეები, დელფინები და მათ შეეძლოთ ტელეპათიური საუბარი. გაცნობიერებული იყვნენ მაღალ დონეზე. შემდეგ, როდესაც მოხდა ეს ყველაფერი, დაპყრობა და შეიცვალა ყველაფერი დედამიწაზე, რასაკვირველია, ესენი გადაჭიჭდნენ, მაგრამ მაინც მათ შერჩათ იმ ცნობიერების ნაწილი, ადამიანზე მეტი ცნობიერება გააჩნიათ ვეშაპებს. უფრო გონიერები არიან ვიდრე ადამიანები, სამწუხაროდ. ადამიანზე ბევრს ვერ იწყვი რომ გონიერად იქცევა, სამწუხაროდ. და ეს ვეშაპები, რომლებიც ახლა ბინადრობენ დედამიწაზე, თვითონ გახდნენ ინფორმაციული, არა, უბრალოდ ინფორმაციის მცველები, შემნახველები, ასე ვთქვათ. ამ ინფორმაციის შემნახველები გახდნენ დედამიწაზე. მათი გოლიათური მასლა რუსულზე გადავედი. მათი გოლიათური მასა და მათი რთული სისხლის სისტემა, ამ სიზარღვების სისტემა, რთული სიზარღვების სისტემა წარმოადგენს პირდაპირ მემკვიდრეობას და ხსენებას იმ ეპოქაზე, როდესაც იყო მაღალი წნევა დედამიწაზე, იმას მაღალი წნევა, რომელიც ახლა არსებობს. და თუ თქვენ შეიხედავთ არა, დააკვირდებით ვეშაპის თვალსო, თქვენ მასში შეამჩნევთო, იგრძნობთო უბსკერო სიყვარულის დონეს. დედამიწაზე სიკეთის და ბოროტების ბალანს
არა მხოლოდ ანგელოზები და სხვა სულიერ არცებები უჭერენ მხარს ამაში დიდ დროს ასრულებენ ვეშაპები, თუმცა ბევრი ამას ვერ დაიჯერებს. მაგრამ მე გამიკვირდა ახლა, მაგრამ ბევრის გასაკვირათო, ზუსტად ვეშაპები ინარჩუნებენო მაღალ ვიბრაციებს და ინახავენო იმ სუფთა ენერგიებსო, ხადაჭრას უკეთებენო, რომლებიც ჯერ კიდევ არისო დედამიწაზე შენარჩუნებული და თავისი ვიბრაციებით ხარს უჭერენო დედამიწის ვიბრაციებს. და ეს ვეშაპები არიანო ამ სამყაროს ჭეშმარიტი პატრონებიო და ფარველები. ალბათ გაგიგონიათ მიფი, ლეგენდა, თქმულება, არ ვიცი რა თქინდათ ის დაარქვით, რომ დედამიწა დგასო სამ ვეშაპზე. ხო, ეს არის ცოტა მეტაფიზიკური, ასე ვთქვათ, ნათქვამი, უფრო მეტაფიზიკურად ჟღერს, მაგრამ ეს სინამდვილეში არისო დაშიფრული ცოდნა. სიცოცხლე ჩვენ პლანეტაზე არსებობს და ეს სიცოცხლე ჩვენ პლანეტაზე ამ სიცოცხლეს სახლდენი, ასე ვთქვათ, მოგძებნეს სიტყვა, სწორი სიტყვა, არიან ეს ვეშაპები. ამ ჩვენი პლანეტის სიცოცხლის სახლდენი, რომლებიც თავისი ვიბრაციებით უკავიათ ამ სიხშირების კარკასი საბოლოო დანგრევისაგან და ისინი საერთოდ სიღრმეში ხომ ცხოვრობენ. იმის მიუხედავად, რომ ისინი ცხოვრობენ სიღრმეში, ისინი აგრძელებენ თავის სამუშაოს. ხალხი არიანო დაკავებული ბიბლიის შესწავლით, რადგან გონიათო რომ ჭეშმარიტებას მიაღწევენო ქახალზე, მაგრამ დაგონიათო თუ ბიბლიას წაიკითხავენო, შავი ღრუბლები გაიფანტება მათ თავებზე. არა, სამწუხაროდ დღეს 21 საუკუნეშიც კი არის მასეთი აზრები, არსებობს მასეთი აზრები, წყლის გარემო ვეშაპისთვის წარმოადგენს თამაშობს, ასე ვთქვათ, განულების გარემოს როლს და გამრუდებების, ასე ვთქვათ, გაქრობის, ანუ წყალი აქრობს მათთვის გამრუდებებს, ანულებს ყველაფერ ნეგატიურს. რამდენიმე მეტროს ქვევით წყლის ძალა ისეთია, რომ ამ რამდენიმე მეტრო წყლით შეიძლება ბლოკირება გაუკეთო რადიაციას, დესტრუქციულ დაბალ სიხშირეებს, თავი დაიცვა 5 ჯისაგან, იმ ელექტრომაგნიტური ნეგატიური მოქმედებისგან, რომელიც დაფრინავს ჰაერში, არის ჰაერში, მაგრამ თუ ტრანსლება გაუკეთეო ამ ციფრულ ხმაურსო და ყველაფერსო, რაც დაკავშირებულიაო ამ ინტერნეტთან, წყალი არისო ბუფერული ზონა. წყალი იქნებაო ბუფერული ზონა ამათვის. ამ ციფრული ხმაურისის და ასე შემდეგ. ამიტომ წყლის წარმომადგენლები, თუმცა ისინი სხვა რაღაცებისგან კიდევ ზარალდებიანო, იტანჯებიანო, წყლის დაბიძურებისაგან, წყალში ქიმიური ნივთიერებებისაგან ზარალდებიან და იტანჯებიან წყლის წარმომადგენლები, მაგრამ წყალს ქონია თვისება ამ დაბალ ვიბრაციული სიხშირეების დაბლოკვის და ამ ნეგატიურ სიხშირეებს, ასე ვთქვათ, აქრობს, წოვს რა, გაწოვს. და იმათვის, ვისაც უნდაო ოკეანეების დაპყრობაო, წყალი არისო ბრმა ზონა. და მათ უჭირთო ამ რამდენიმე ტონა წყალში ჩასვლა, უჭირთო და მაგრამ კიდე რუსულად, ისევ რუსულად დავიწყე, ვეშაპები აღმოჩნდებიანო
ამ წყლის სიღრმეში რაღაც საინფორმაციო ვაკუუმში. და იქ უკვე მაგაცეს ეგავლენას ვერაფერი ვერ მოახდენსო და ისინი რჩებიანო თავისთავთან მარტო. სხვათა შორის სიღრმეში ცხოვრობენ რუსალკები, წყალთევზები და კაცთევზები. ისინი ნაკლებად ანახებენ თავს ადამიანებს, სხვათა შორის მე მგონი თუ არ ვცდები ბალტიური თუ ბალტიკა, აი სუსტად ვერ გეტყვით. ბალტიის ზღვაში თუ ვერ გეტყვით ზუსტად სადღაც შემთხვევით წაწყდნენ, ახლა პირდაპირ აჩვენებენ რამდენი ჭირს ადამიანის მაგვარ, ადამიან თევზს, რამდენი იჭირს. ხო, ეს უკვე არ ემალება, მაგრამ ხალხს მაინც გონია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის მომზადებულია. ბევრს გონია, მაგრამ ხალხო, რომელ საუკუნეში ცხოვრობთ, დროა, მე სკეპტიკოსებს მიმართავ. და ახლა მე გამახსენდა გონი თუ არ მეშლება მწერალი, მაპატიეთ, წერას არ დავასახელებ. ჩილავეკ ფუტლიარე. არ მახსოვს, გონი ჩეხომა დაწერა. გონი თუ, მგონი ჩეხომა. მაპატიეთ თუ შევცდი, თუმცა რუსული სკოლა მაქვს ამთავრებული და მე ამას სწავლობდი სკოლაში, მაგრამ აი რაღაც მომენტში მემართება ვერ ვიხსენებ. ზოგჯერ აი ენაზე მადგება და ისეთი რაღაცები მავიწყდება, ვერაფრით ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი დიაბეტის ბრალია, დასაკურელია, მაგრამ მე რომ არ ვკითხულობდი ახლა და არ ვწერდი რაღაცეებს და განვითარებას არ უკეთებდი ჩემ თავს, ალბათ დღეს საერთოდ ვერ ვიცნობდი ვერავის. არა და ტვინი უნდა ამუშავო, ავარჯიშო, სულ ასაკის მიუხედავად. არა, სავალდებულო იყო ვუნდერკინდი, გახდე პროფესორი, ან კიდევ პრეზიდენტი იმისთვის, რომ შენი ტვინი ამუშავო. არა, უბრალოდ წიგნის აკითხვით, თუ გცალია თუ არა დააგერ ბევრი აუდიო სხვათა შორის. მე ალბათ ივლისიდან, ახლა ვერ გეტყვით რატომ ივლისიდან, ახლა მე ბევრი რამე ისეთი საქმეები მაქვს ახლა მოსაგვარებელი, რომ წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ თუ კი არა იქნება, ხო? იქნება. ივლისიდან მე გადავწყვიტე თვეში ორჯერ ჩავრთო ინტერნეტი. ჯერ წინასწარ არ მინდა დაზუსტებით ვილაპარაკო, საერთოდ წინასწარ არ მინდა რამეზე ვილაპარაკო. რატომ და მე კიდე არ მყოფნის თვეში, ახლა 20 დღე გავიდა თითქმის, ხო? მე რომ ბოლოს ჩავრთე ინტერნეტი და მე თვითონ სულიერად მშია. კი, მე არ ვიწყე, მოსაწყენად არ მცალია, იმიტომ რომ გითხარით რომ საქმეები მაინც მაქვს ასეთ მიხედავთ, რომ მე მარტო ცხოვრობ. ახლა მე რესტორნის კერძებს არ ვამზადებ, მაგრამ დრო ხო გინდა რაღაცა ყველაფერს დრო უნდა, ხო? თან მე ვწერ, გითხარით, ბლაბაცკაის თარგმნი. ხანდახან ახლა მე აქ ტელეფონში ვიყიდე, რამდენი ხანია ის ჩავდე ჩიპი. მეხსიერება დავამატე. ხო და ახლა ტელეფონიდან საიდანაც მე ხა თქვენ ამას გიყვებით, გითარგმნით. იქ ვინახავ ვიდეოებს. გადმოვწერ, ჩავთავ, აქედან მეც უსმენ პარალელურად ქსოვ და მე თუ არ უსმინე ისე ქსოვა არ შემიძლია. ხელები უნდა გქონდეს დაკაებული, ისე ვერ მოусმენ, ამიტომ ქსოვ უფრო იმ დროს, როდესაც ვუსმენ რამეს და ვიწერ ამათ აქ რამდენის დაეტევა. შემდეგ მე, როდესაც ინტერნეტი მეთიშება, თუ რამე შენახული მაქვს და 4 დღეში მოვასწარი, იქიდან გადაწერა, იმასაც ვაკონსპექტებ. და შემდეგ
ვაკონსპექტებ იმას, რაც ის ვიდეოებს, რაც გადმოტანილი მაქვს. ხო, ასე რომ შენახვა არ მჭირდება YouTube-ზე და იქ დავჩა 3 თუ 4 ვიდეო, მაგრამ იმდენი ვიდეოები გადავთარგმნე ეს დღეები. მაგრამ უნდა მაინც არ ყოფნის. თან ინფორმაცია სულ ახალი ერთმა მსმენელმა მითხრა. ჩარი ტემპით მოდის ინფორმაციები, მაგრამ მე ვერ ვკლავდები ამდენ ინფორმაციას მინდა კი ვითომ აი ვადა მოიწურა ხო? დღეს მაგალითად აუყო მაისია, 27 მაისი, მაგრამ მანამდე ხო იყო დადებული ინფორმაცია, რომელიც გადმოცემა მე ვერ მოვასწარა და ძალიან საინტერესოა, ხო? მაინც ვთარგმნი მე, იმიტომ რომ ინფორმაცია ახლა ძველი ინფორმაცია არა, მაგრამ თუ რამე საინტერესოა, მე იმას ვთარგმნი, იმიტომ რომ რამე ინფორმაცია მივიღო მეც, სხვებმაც და რამე და გითხრათ, კი მართალია, მე რომ ახლა კომპიუტერი მქონდეს, უფრო სხვანაირად წავა საქმე, მაგრამ მაინც მე ხა ინტერნეტზე აქ დამოკიდებული, კომპიუტერი საერთოდ არა საჭირო. მე ამ ვიდეოებს წერ ჯერ იმიტომ პირველ რიგში იმიტომ რომ მე მინდა ეს ამას ჩემის გამო ვაკეთებ და მე კიდევ იმის გამო ვაკეთებ რომ მინდა ჩემი ინფორმაცია ქართულ ენაზე მივიდეს თქვენამდე. რადა ასეთი ინფორმაციები კლათ ასეთი ინფორმაციები კი მე ხა სხვადასხვა ინფორმაციასაც ვეხები, იმიტომ რომ ვთვლი რომ ასეა საჭირო, მაგრამ მე ეს ყველაფერი მე მაძლევს ენერგიას, საკვებს. მე ხომ გეუბნებით, მე როდესაც დატვირთული ვარ ამ ყველაფრით, მე ჭამა არ მინდა. მაგრამ როდესაც მე უკვე მომშივდება სულიერად, მომშივდება ძალიან მაგრად და დიდი ხანი არ ჭამ. ხო გეუბნებით, ახლა 20 დღე გავიდა მეტი თუ არა. ბოლოს ვჩავთე ინტერნეტი. მე უკვე მოშებული ვიყავი ამ ინფორმაციას, რომ და ეს ვიდეოები ჩამეწერა. სულ ერთ საკვებსო ხო ვერ იქნები მაგალითად, ხო? ხო, მომენატრა. აი ამიტომ მე ამით ცოცხლობ. იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი ერთი მჯერა. ამას ხარს უჭერ. მე კიდევ მე ვიკვებები ენერგეტიკულად ამისგან. თან მე თუ პოზიტიური, მე საერთოდ სულ ვცდილობ ვიდეოები ჩავწერო კარგ ხასიათზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ზოგჯერ კი დაღლილი სახე მაქვს, მაგრამ მე თუ ხასიათზე არა ვარ დაუშვათ, ან არ მინდა ნაჩქარევად რამე ჩავწერო. არც არ ვაკეთებ მაგას. ხო არის მაგალითად ერთი კვირა ჩავთავ ინტერნეტს და ბოლო დღე რო რჩება, მინდა ყველაფერი იმ დღეს მოვასრო, მაგრამ მე ვშვიდდები. რასაც მოასწრები, ის გააკეთე, მეუბნებით ჩემ თავს. მე ვიძაბები, არა, დაძაბულობა და ნერვულობა არა საჭირო. ამ ვიდეოებში, რომელსაც მე ვწერ, უნდა იყოს მხოლოდ პოზიტიური ენერგია. მე ვცდილობ ნეგატიური ენერგია ჩატერების დროს არ გავიკარო, ან დამშვიდე. ხო არა, ხა ყოველთვის ერთნაირი სიტუაცია, ხო? იმიტომ რომ მე მესმის, რომ კინოებით, საინფორმაციო პროგრამებით ადამიანებზე გადმოდის ის ენერგეტიკა, რა ენერგეტიკასაც შეიცავს მასალა, ხო? ხო, მასია მეტახმებით ალბათ. ამიტომ მე სულ ვცდილობ ჯერა მე თქვენ როდესაც გიწერთ ვიდეოს, მე სულ ვარ განწყობილი პოზიტიურად. არ შეიძლება. ეს იგივე მაგალითად ტანსაცმელი იყიდე, ახლა თქვენ თვითონ შეადარეთ. მაღაზიებში ადრე ხომ მკერავთან დაქონდათ. სად იყო გამზადებული ტანსაცმელი? მკერავთან იკერებოდა. ახლა სად მკერავის შეკერილი ტანსაცმელი, ხო? და სად ქარხნული წესით შეკერილი ტანსაცმელი. ახლა რომელი ტანსაცმელი შეიცავს უფრო პოზიტიურ ენერგიას, დაფიქრდით? რასაკვირველია მკერავის ხელით შეკერილი. რატომ? ის ამდენ დევს სიყვარულს. მით უმეტეს თუ დედა უკერავს შვილს, ან სისხლით ნათესავი უკერავს, ხო? და იქ ამ ქარხნებში გინდა აიღო ტანსაცმელი, გინდა აიღო პროდუქცია რამე ნახევარზე მეტი დაძაბულია, დაღლილია, მობეზრებული აქვს ცხოვრება და ეს თავისი ენერგეტიკა, თუნდაც პრეპარატები ავიღოთ, წამლები. და ეს ენერგეტიკა გადადის იმ ნივთზე, რასაც აკეთებს.
ფაქტიურად ჩვენამდე იმ ნივთების სახით, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, ტანსაცმლით დაწყებული და საკვებით დამთავრებული, არის გაშღრენთილი ნეგატიური ენერგიით. ალბათ დამეთანხმებით, ხო? იგივე აი, თქვენი შევიღებ 1-3-4 დღის უკან. არ არის კაი შეღებილი. გოგოები დახვდა მოწყენილი. ნახეთ? არა და ახალი შეღებილია. და შეიძლება ადრე თვალში კარგად ვერ ვიყურებოდი ოპერაციამდე და ამიტომ არა, რაღაც არ მომეწონა. მათი ჯერთი აგდებულად, მე ის გამიკეთეს და ჩემი ზედა შემიღებეს. ხო? ეს არის ყურადღებობა, შენ რისთვის მიკეთებ მე იმ ტილოს, თუ ჩემ ტანსაცმელს ღებავ, ცოტა ყურადღება ხომ უნდა გქონდეს. ამას ვამბობ. ეტყობა არ იყვნენ ხასიაძე, არ იყო ის გოგო ხასიაძე, თუ რამე პრობლემაზე ფიქრობდა, თან დამივარცხნა და აქ თქვა დამიტოვა ასე. არაფერი მithქვამს, როგორც თქვენ არ გითქვამთ. ნუ ხელად მივხვდი მე იქ რომ მივედი და ნახე უხასიათო გარემო, არ უნდა დამშტარიყავი და არ უნდა შემიღება თმა, მაგრამ თქვენ წინაშე ვერ წავდგებოდი, იმდენი ჭაღარა მქონდა. არა ეს საერთოდ არ მაინტერესებს მე, მაგრამ ვიზუალი მაინც ხომ იცით? იმიტომ რომ მე თქვენ ჩემ თავს კი არ განახებთ, მე თქვენ წარმოგიდგენთ ინფორმაციას და როდესაც პირდაპირ აქედან ვთარგმნი და საკვირველია ვიზუალი მაინც სხვა, ხო? ის არ მიჭირს რომ უკვილოდ ვარ და ფურცინობ ნახევრად ხანდახან. მაინც ხომ იცით? კოსმეტიკური რემონტი ვის არ გაუხარდება მაინც სხვა ხედვა. თორემ მე არავის გამო არ ვაკეთებ ამას. მე ამას ვაკეთებ უბრალოდ ჩემი საქმის გამო. მაშ გავაგრძელოთ. ახლა ცოტა გადავუხიეთ ემას, მაგრამ ამას ეხებოდა ის რაც მე ხარ თქვი. საჭირო იყო. და ნოეს კიდობანზე გავრცელება ინფორმაციის რომ ჩვენ გადავარჩინეთ ნოეს ოჯახი, გადავარჩინეთ კაცობრიობა და ბიბლიაში ამაზე ასე ვთქვათ უფრო ბიბლიაში ამ საკითხს უფრო მიანიჭებენ აზრს, იმიტომ რომ ოკუპანტებს ახალ მეპატრონებს უნდათ რომ ჩვენ მატერიულში ამ მატერიულში, ესე იგი წინგში ქახალძე გვეძებნა პასუხები. ანუ მიეჯაჭვათ ჩვენი აზროვნება ქახალდებს, წიგნებს. არადა ადამიანს არ ჭირდებოდა წიგნების ბეჭდა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ქონდა თავში. ყველაფერს ხედავდა, ყველაფერს უსმენდა, ინფორმაციას იღებდა ეფირიდან. და წიგნების დაბეჭდის რეალური საჭიროება არ არსებობდა. სანამ არ გადააკეთეს ყველაფერი. და სამყაროში ყველაფერი რეაგირებს რეზონანსზე და არა სიტყვებზე. რეზონანსი, ანუ თუ ხდება ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, მაგალითად ჩვენ ადამიანების შეფარდებაში რეზონანსი რა ვიბრაციებზეც ვართ, ის ვიბრაციები ჩვენთან შედის რეზონანსში. ხომ გამიგებთ? მე ხომ გეუბნები თქვენ, თუ არ რეზონირებს, თუ თქვენ გულს არ მოწონთ დაუშვათ ის ნათქვამი, რაც მე ვთქვი, ესე იგი, ნუ უსმენთ. ხო? აი ეს არის რეზონანსი. თუმცა სიტყვებსაც აქვს მნიშვნელობა. სიტყვებსაც აქვს თავისი დატვირთვა და სიტყვებსაც აქვს თავისი რეზონანსი. ძალიან დიდი ძალა გააჩნია. მაგრამ სამყაროში ესე იგი ყოფ რეზონანს სამყაროს ვიბრაციებს უფრო მეტი ძალა გააჩნია და ეს ყველაფერი ერთად რომ შედის რეზონანსში ეს ხდება უფრო ძლიერი გაორმაგებულად გასამაგებულად ხომ გესმით ჩემი ანუ ძლიერდება ეს ყველაფერი ჯამში საუკუნეების განმავლობაშიო
ჩვენ გვინერგავდნენო ხმაურიან დაბინძურებას. რაც ნიშნავს ეს? აი ტრაქტორები ადრე ტრაქტორები რომ იყო საბჭოთა კავშირის დროს ახალი შემოსული ტრაქტორები რევოლუციის შემდეგ ისეთი ხმაურიანი იყო ეს ტრაქტორები ძალიან ხმაურიანი ხო? აი ეს არის ხმაურიანი დაბინძურება. როდესაც მაგალითად განთიაძე 4 საათზე სადღაც ამუშავდება ავტობუსი ან სატრთო მანქანა და ეს ყველაფერი ვიბრირებს, ეს ვიბრაცია ვრცელდება მოდის შენამდე, ხო? ყველაფერი ვიბრირებს, მე რამდენჯერ შემიმჩნევია, ვიბრირებს ჩემი საწოლით. ესეც არის დაბინძურება. ხმაურიანი დაბინძურება. როდესაც ახალ წელს აფეთქებენ ასაფეთქებლებს, ესეც არის ხმაურიანი დაბინძურება. როდესაც უშვებენ რას ვთქვიან დამავიწყდა სალიუტებს. ახლა ვერ დავკარგავ დროს ინტერნეტში შეცვლით. აი ესეც არის დაბინძურება. როდესაც კონცერტებს მართავენ და 12 საათამდე ჰო ისმის და ხალხს ვინც არა კონცერტზე ეძინებათ ხო ან ავანტყოფებია ესეც მოქმედებს მაგათზე ძალიან ძლიერ მოქმედებს. როდესაც მაგალითად სოფლებში უფრო გააჩნიათ დანადგარები და იმ დანადგარებს ადრე რო ჩართავენ მაგალითად მამაჩემს ჰქონდა თხილის გაწმენდის დანადგარი და ადრე დგებოდა 6 საათზე. ხო და მეზობელმა მე შემოგვითვალა დამაძინეთო კაცო წნევიანი ვარ ხო ან უცებ რომ გამაღვიძებენ და მიძახებენ გულის აჩხარებას მაძლევს ესეც ხმაურიანი დაბინძურებაა ხო ჩვენ მიჩვული ვართ ამას ჩვენ ამ ხმაურს შეგვაჩვიან იგივე მაქნების ძრავის ხმა იგივე მაგალითად რიგში არავის არ უნდა დგომა მით უმეტეს ქართველებს მით უმეტეს სამეგრელოში ძალიან ცუდი წესი აქვს არ უყვართ რიგში დგომა ქართველებს ჩვენ არ გვიყვარს რიგში დგომა მით უმეტეს სამეგრელოში ნუ მიწყებთ მეგრელებო მე თვითონაც მეგრელი ვარ ხო და ან უასროთ აფთიაქში ვდგავართ და ქართულად ველაპარაკები კოთულდათ ქართულად პასუხობ და ვიღაცა კაცმა წამოყო თავი მეგრულად რატომ არ ველაპარაკებიო ჩვენ ზუგდიდში ვცხოვრობთო და არ დელაპარაკო ქართულად ნუ გაცმო პასუხს ეუბნება ეს კაცი შენ ვინ გეკითხება შენ შემოდი აფთიაქის ტერიტორიაზე და შენ რო პრავებს კაჩად ბოდიში ამ ჟარგონზე შენ პრავები დაკაჩე შენ ოჯახში დაამყარე შენი კანონები ხო ერთ წუთში მოგვისპო ხასიათი სამივეს ორი კონსულტანტი იყო და მე აი განწყობა გააფუჭა მესმის რომ გიყვარს მეგრული ენა ხარ მეგრელი მეც ისა მეგრელი ვარ მეგრული ენა თავისთავად ვიცი და საკურველია მაგრამ შენ რატომ ცდილობს ყველა ჩემი ისა საქციელის ჩემი გაკონტროლება საერთოდ მეცინება უბრალოდ მეცინება თან ღიზიანდები ამაზე მესმის რომ ტრიგერი ყველგან არსებობს მაგრამ რაღა მაინდა-მაინც ისეთი ხალხი გადამეკიდება ვისაც უნდა ჩემი გაკონტროლება წარმოიდგინეთ ერთს გავუბივარ მასეც მეორე შეხვდება ამიტომ ალბათ მე ვფიქრობ ეს იმიტომა რომ ეს გამოცდა აი ეს კლასი მე უნდა გავიარო დასამუშავებელი მაქვს მე ვიცი უკვე პასუხი ამაზე უბრალოდ ისე სხვა მკითხავს თორე უკვე ვიცი ეს რატო ხდება მასე პასუხი გავიგე კი მოვიდა ჩემამდე ხო წამოგიდგენიათ რაც არ გინდა იმას გავურფიხარ და მაინც იმას ეჯახები ხომ ხდება მარტო ეს საკითხი კი არა ბევრი საკითხი გულისხმობ ცხოვრებაში ესე როდესაც თქვენ გაჯახებენ და იგივე პრობლემას და იგივე საკითხს ესე იგი თქვენ ეს საკითხი უნდა დაამუშავოთ ამიტომ რამდენჯერმე გარონიებენ წრეზე ეს უკვე ბევრჯერ მაქვს გამოცდილი და კიდევ ერის თავიჭკუა არ უნდა გავხსიათდეთ დავფიქრდეთ უნდა რატო ხდება ასე ესე იგი რაღაცა გვაქვს ცხოვრებაში შესაძლებელი ხო
და ეს ძალიან ჩანერგილი ეს ხმაურიანი დაბინძურება იმიტომ არის შემოტანილი რომ ჩვენ ვერ გამოვიჭიროთ საჭირო ნოტა როგორც მუსიკოსი ვისაც მენა აქვს უსმენს ხო ნოტას და საჭირო ნოტას იჭერს აი ესე რომ არ გავაკეთოთ ჩვენ არ გამოგვივიდეს მუსიკის აუ არჩენი მაბადიეთ არ გამოგვივიდეს ჩვენ საჭირო სიხშირის გამოჭერა ხომ გესმით ჩემი ამიტომ აკეთებენ ამას ყველაფერს ჩვენ რა აგვირიონ სიხშირეები რომ ჩვენ საჭირო სიხშირე ვერ გამოვიჭიროთ არსებობს ხმოვანი გასაღები და კოლექტიური ცნობიერება ამუშავებს ამ რასპაკოვკა ამ საკითხ ნუ ამ ამბავს ისე იგი ამ ინფორმაციის დონეზე ხსნის ანუ ან უნარი იქნება ეს თუ რა იქნება ეს იხსნება ამ გერის გასაღებით ის რომ კაცობრიობა ცხოვრობს დავირისებულ დედამიწაზე ეს არ არისო სასჯელი ჩვენ გონიათ რომ ეს სასჯელიაო მაგრამ ეს სასჯელი კი არაო ეს თვითონ ადამიანის არჩევანიაო ვინც გამოიხვიძაო იმან იცისო უჯრედულ დონეზე რომ დედამიწა არისო ცოცხალი პლანეტა ცოცხალი ცნობიერებით და ცოცხალი სულით და შენარჩუნებული ბუნება რომელიც დღემდე შენარჩუნდა ცდილობსო ადამიანი გამოიყვანოსო მენტალური ანაბიოზიდან ალბათ სიტყვა ანაბიოზი იცით რა მაგრამ მე მაინც მათვის ვინც არ იცის რა არის ეს ახლა შევალ ინტერნეტში ხო რა არის ანაბიოზი ანაბიოზი ეს არის ბერძნული სიტყვა ანაბიოზის ანუ გაცოცხლება ეს არის ანაბიოზი არის დროებითი ესე იგი მოbrunებადი მდგომარეობა ორგანიზმისა რა დროსაც სასიცოცხლო პროცესები რასაც უწოდებენ ნივთიერებათა ცვლას იმდენად არის შენელებული ან წყდება იმ მომენტში რომ ქრება ყველანაირი სასიცოცხლო სიმპტომები პულსი სუნთქვა უჯრედების აქტიურობა ეცემა თითქმის ნულამდე ორგანიზმი თითქოს შეჩერებულია თითქოს ორგანიზმი აყენებს პაუზას იმისთვის რომ გადაიტანოს კრიტიკული პირობები ეს იქნება ყინვა გვალვა ან კვების არარსებობა მაგალითად ანაბიოზში ვარდება ავიღოთ ჩვეულებრივი მაგალითი დათვი ზამთარში ის ვარდება ანაბიოზში რომ ზამთარი გადაიტანოს მაგრამ იმისთვის რომ დათვმა გამოიხვიდოს უნდა დადგეს გაზაფხული ხო და გამოხვიდება კი ამ დათვის ხდება მხოლოდ გაზაფხულის დადგმასთან ერთად ანუ როდესაც გარემო ცოცხლდება დათვი ამას გრძნობს და გამოდის ანაბიოზიდან მაგრამ ხდება ისე რომ შემთხვევით აღვიძებენ ამ დათვს ვაიმერი ასე დათვას შეხვედრას იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებულია თუ შუა ზამთარში გააღვიძე და ამ ანაბიოზს იყენებს ბევრი უხერხემლო არსებები როგორც მე რუსულ დასახელებებს ვიტყვი ახლა მათ თარგმნის ზემნას არ დავიწყებ ტიხა ხոտკი ნემატოდი ზოგი მცენარე მაგალითად ზოგი მცენარის თესლები შეუძლია იმყოფებოდნენ ასე მდგომარეობაში წლების განმავლობაში შუმანის რეზონანსიო რომელსაც მე ხშირად ვახსენებო ამბობს ლეტალია აქვსო ისეთი ბუნებაო ვინც უფრო ღრმად ეძებსო ანუ ვიბრაციები უფრო მაღალია და თუ შუმანის რეზონანს მოусვენო ყურადღებით მიხვდებიო რომ ჭეშმარიტი არქიტექტორები არიანო ვეშაპები ხო არა მხოლოდ ვეშაპები მაგრამ ეს ვეშაპები თამაშობენ არანაკლებ როლს პლანეტის ხარდაჭერაში ისინი ასრულებენ ამ სამუშაოს დიდ ნაწილს რადგან ვეშაპებიო უბრალოდ კი არ მღერიანო არაო
არამედ ვეშაპები რეგენერებას უკეთებენო ადამიანისთვის, კაცობრიობის საჭირო სიხშირეებსო. და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვაშინებთ ახალ სამყაროს, ამ დროს ჩვენი ამოცანა დგებაო იმაში, რომ ჩვენ უნდა გავახვიძოთო ძველი სამყარო. დავიწყებული ნამდვილი სამყაროო, რომელიც ამოგვიშალესო ჩვენი მეხსიერებიდან, ჩვენი ცხოვრებიდან, აი მაგალითადო ფილმი ავატარი. ამ ფილმმა ძალიან ბევრს დაიხმარაო ბევრ საკითხებთან გაგებაში და ეს ფილმი ასლს უკეთებსო იმას, რაც ჩვენ მეხსიერებაში არისო ღრმად ჩადებული, დამალული. ხალხს აწოდებენო რაღაც სუროგატებს. ალბათ გესმით სიტყვა სუროგატი რა და ოკუპანტებმა ისწავლეს ამაზე ფულის გაკეთება. ოკუპანტები არიან ჩამორთმეული აღორძინების უნარს და ამიტომ მაგათმა გადაწყვიტეს კოპირება. ანუ ასლების გაკეთება. პრიმიტიული ასლების გაკეთება და სიდიდის გამრუდებას ოდესღად ვილიჩი რუსულად. ავილიჩიეს გამრუდება დაიწყეს და ეს ყველაფერი გადააქციეს გასაღით საქონლად, პროდუქციად, ასე ვთქვათ. და ლეტალი ამბობს, რომ ადრეც დედამიწაზე მოფრინავდა ბევრი ცივილიზაცია და დედამიწის ორბიტაზე რომ შეიხედო წვრილ დონეზე, განლაგებულია ძალიან ბევრი ხომალდეები, მარტო გიგი არ არის. არის ძალიან ბევრი ხომალდი განლაგებული, უბრალოდ ფიზიკური თვალებით ამას ჩვენ ვერ შევამჩნევთ. ის კოსმოსური ხომალდეები ჩვენი გიგეს ჩათვლით არ არისო იმ მასალისგანო, რომლის ხელით შეგრძნება შეიძლებოდეს იქნებაო, ამბობს ლეტალია. ეს არისო ხომალდები, რომლებიც შედგებიანო სინათლისაგან, პლაზმისაგან, ენერგიისაგან და აქვთო ფორმები, ცნობიერებისაგან კიდევ. ეს ხომალდეებიც ვითარდებაო, ხომალდეც ცოცხალიაო, პროგრესირებსო, ვითარდებაო და ასე შემდეგ. კი, მე მაქვს განაგონი, რომ ხომალდეებს კი არ აკეთებენ, ზრდიან. ხო, ზრდიან. და ზოგი ხომალდები გამოიყურებიანო, როგორც წყინავი კრისტალები. ზოგ ხომალდს აქვსო გეომეტრიული სტრუქტურა სინათლისგან და ბგერისაგანო და ყოველი ხომალდი დაკავშირებულია განსაზღვრულ რასასთან. მაგალითად, პლეადენელების ხომალდეებს მოაქვენოს, ასე ვთქვათ, სირბილის ფერი, ანუ რაღაც უფრო სინაზე ისხივება ეტყობა მათ ხომალდისაგან. კურნავენ, ქალური საწყისისა. სირიუსის ხომალდეები პასუხს აგებენ ტექნოლოგიებზე, გენეტიკურ აქტივაციებზე და წყლის კოდებზე. არტურიანელების ხომალდეები კი არიან გეომეტრიის ოსტატები, ველის ოსტატები და მენტალური გასწორებისა. ანდრომედიანელები არიან დამკვირვებლები და მცველები მაღალი წესრიგისა. ლირიანელების ხომალდეებს კი მოაქვენ კოდები პირველ შექმნელების, ასე ვთქვათ, საგვარეულო ხაზისა და ეს არის ხოლო ზედაპირული ინფორმაცია, რომ თქვენო ცოტა წარმოდგენა გქონდეთო და გაიგოთო ის თუ რაზე საუბრობთო ჩვენ, რომ თქვენ გაიგოთო, რომ არსებობს ცნობიერება და არსებობს ძალა პლანეტის გარშემო, რომ ჩვენ არ ვართო მარტონი. კოსმოსში ასევე არისო ასტრალური ბაზები, ხარდაჭერის ბაზები. ორბიტაზე აგრეთვე არსებობს თურმე ენერგეტიკული პლატფორმები, რომლებსაც უწოდებენ ასევე როგორც ბაზებს და როგორც ტაძრებს. მათ არ აქვთ ფიზიკური, ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობა, მაგრამ მათ აქვთ ენერგეტიკული ფორმა და არიან, ასე ვთქვათ,
ვთქვათ, მიდაჭული ენერგეტიკულ დედამიწის ენერგეტიკულ კვანძებთან, სადაც არსებობს კვანძები ენერგეტიკული, იქვე არის ასე ვთქვათ, მიმაგრებული ეს ენერგეტიკული ზოგი ხომალდი. არის მაგალითად კრისტალური ტაძარი სურის საპატივცემულოთო, სადაც ინახება ინფორმაცია ვარსკვლავურ მისიებზე, არის ბაზური სადგურები, რომლებიც აღადგენენ ველებს და სადაც ხდება განკურნება მიწიერი გამოცდილების შემდეგ, არისო ახმავლობის სკოლა, იქ აქტივირდება და გადაეცემა კოდები ახალი ცოდნისა, არის კარიბჭეები სახლთან დაკავშირებული, რომლის დახმარებით შეიძლება კავშირში შეხვიდე შენ ვარსკვლავურ ოჯახთან, როგორც ჩვენ ვერთდებით ათშიონზე მდებარე ბაზას ან სხვა ვარსკვლავურ სისტემებში და ახლა ცოტა ახალ ამბებს გვეტყვის ლეტალია. ახლა დედამიწაზე გრძელდებაო კოლექტიური გონების სიღრმისეული გახსნის ფაზები, როდესაც პლანეტის ცნობიერება ფართოვდება, ზედაპირზე გამოდისო ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო შენახული ჩახშობილ მდგომარეობაში. ამიტომ მთელი პლანეტის მასშტაბით ამიზეზითო ძლიერდებაო ქაოსი, ემოციული არასტაბილობა, კონფლიქტები, სოციალური უკმაყოფილება და შიდა წნეხის შეგრძნება. და ეს ეხება არა მხოლოდ ცალკე ადამიანებს, არამედ ეს ეხება ცივილიზაციასო. ჩვენ თვალყურს ადენებთო პოლიტიკური კორუფციის გაძლიერებას, ეკონომიური მდგომარეობის არეულობასო, არისო ნდობის კრიზისი, ვამჩნევთო სულიერ დავნილობას, მანიპულაციების ზრდას, საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, გრძელდება ომებიო, ძლიერდება ფსიქოლოგიური წნეხი ადამიანზე, შიშის, ღელვარების, არასტაბილური შეგრძნების დახმარებით, მაგრამ ყველაფერი ესო არ ნიშნავსო დანგრევას, ეს არის უბრალოდ საწყისი ძველი იმ ყველაფრის ძველის დანგრევის საწყისი, რომელიც უნდა წავიდესო ჩვენი პლანეტიდან. ანუ ეს დანგრევა კი არა, ეს არის ამ ძველი სისტემის დანგრევის საწყისი, რომელიც უნდა გაქრეს ჩვენი დედამიწიდან. და ეს სისტემა არის სამყაროს ძველი კონსტრუქციის დაშლა და უბრალოდ დაშლის მომენტი. და ჩვენ გვესმესო, რომ ყველაფერი ამის მიუხედავად ჩვენ უნდა გავძულოთო საუკეთესო დრომდე, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთო, არ უნდა შეგვეჩინდესო და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთო და შევინახოთო ჩვენი ენერგია, ჩვენი ვიბრაციები. ძველ სისტემას უკვე არ შეუძლია ძველი ფორმის შენარჩუნება. ძველი სისტემა ცდილობს გადარჩეს, ამიტომ ხდება კონტროლის გაძლიერება, მარტო საქართველოში კი არა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხდება ხელოვნური დაძაბულობა ადამიანებს შორის და ახლა ბევრი გრძნობს, რომ თითქოს კაცობრიობა იმყოფებაო ორ რეალობებს შორის. ერთი სამყარო, ძველი სამყარო მიდის და შემოდის ახალი სამყარო. ძველი სამყარო არისო დაფუძნებული სიცოცხლის ხელოვნურად აღთქმაშიო, ადამიანის საკუთარი ბუნების განსაზღვრულობითო, სულის და შიდა წყაროსთან. ეს არის მდგომარეობა შიშის დავარდნისა, უბრალოდ შიშის დახმარებით სულიერი დავარდნისა, ხდება მუდმივი დამოუკიდებლობა გარე სტრუქტურებისაგან, ანუ შენ მუდმივად ხარ დამოკიდებული გარე სტრუქტურებისაგან. ახალი სამყარო კი დაკავშირებულია კავშირების აღდგენასთან, საწყის დედამიწასთან, ცოცხალი ორგანული არსებებთან,
არსისთან და ასეთივე ცოცხალი ორგანული ცნობიერებასთან, ჩვენი ადამიანური შიდა ბუნებასთან და ამიტომ ახლა მიმდინარე კონფლიქტი პლანეტაზე არის არამხოლოდ პოლიტიკური და არამხოლოდ ეკონომიკური, თავის სიღრმეში ეს არის სულიერი противостояние. ნახავ არის სულიერი დაპირისპირება, პირველი გზა არის ორგანული გზა, როგორც მე ვთქვიო, ცოცხალი ცნობიერების გზა, სულისა, სიყვარულის, თანასწორობისა და ბუნებრივი ქმნილებებისა. მეორე გზა კი არის სინთეტიკური ხელოვნური ცნობიერების გზა, ხელოვნური კონტროლის გზა, ცივილოგიკის გზა, ემოციების გამჟღავნების გარეშე და ცოცხალი აღთქმის შეცვლა ლოგიკური დამოკიდებულებით და მართვადი ცნობიერებით. ბევრ ძველ სწავლებებში ქრისტეს ენერგია ნიშნავდა სამყაროს ორგანულ პრინციპზე, ღვთაებრივ გარმონიაზე, სიბრძნეზე და ცოცხალ კავშირზე, ადამიანის ცოცხალ კავშირზე წყაროსთან. ენერგეტიკულ დონეზე დედამიწის გარშემო ხდებაო ველების გადაწყობა, ძალიან ძლიერი გადაწყობა. ბევრი გრძნობსო წლების აწევას დაწევას ემოციურ ტალღებს, უtildeობას, შიდა გადახურების შეგრძნებას ან პირიქით ძალიან ძლიერი სიცივეს, ანუ ცივა, ძალიან ცივა ადამიანს დროის და სივრცის აღთქმის ცვლილებები. იზრდება გრძნობიარობა ნერვული სისტემისა, ართურიანელების და ჯერჯინების ცივილიზაცია აღნიშნავს გაძლიერებას, ესე იგი ველისა შიშით, ანუ ადამიანებზე მოქმედება საკურველია შიშის და გამოღვიძების ერთდროული გაძლიერება შეიმჩნევა და ისინიო აღნიშნავენ, რომ ბევრი ადამიანს გაუძლიერდაო სინათლის, ასე თქვათ, გამძლეობა, ანუ დიდი რაოდენობით მრავალი ადამიანები გახდნენ ზნობიარები რაღაც ენერგიების მიმართ უადვილდებათ მიიღება და ყველაზე დამამშვიდებელი ის არისო, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გვარწმუნებსო იმაში, რომ პლანეტა კი არ იღუპებაო, არამედ გადისო გადაწყობას. მე ალბათ აქ შევჩერდები, რატომ და იქ ასუნიც გამოვიდა, მაგრამ კი, ჩემთვის ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ვიდეო რომ გადავთარგმნო, არ მეყოფა 3 ჩაწერა. ამიტომ ის რაც მე ხა ლეტალიას ნათქვამი რომ გადმოგეცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც აქანი იტვირთება, მაგრამ ყველაფერს გადათარგმნას მე ვერ შეძლებდა ეს ლეტალიას ნათქვამი გასაგებიც იქნება ყველასთვის. ამიტომ მე აქ შევჩერდები და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.